კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა, მათ ვინც ეხლა შემოგვიერთთ და გეტყვით, რომ ჩვენთან ერთად დილა დაიწყოთ. მომღერალმა თიკა ჯამბურიამ ჩვენი ყავა უკვე მზად არის და გადავინაცვლოთ იქით, ხო? გადავინაცვლოთ. ძალიან ბევრი საინტერესო ნივთი გაქვს სახლში და ეხლა ჩემი ყურადღება მიიპყრო აი ამ ლამპამ, ასე ვთქვათ, ძველებური. ეს ნახატების და ეს სახლის რაღაც ერთგვარი რელიქვია არის, რომელიც ხაჭერს ნახატები ჩემებია. ეს არის ჩემი დის მოქარგული, ანუ ქარგავს ხელით და დანარჩენი ნახატებია სხვათა შორის ძალიან. ეს შენაგროვებ ყიდულობ თუ რომელიც მოგწონს? ეს ჩემმა ყოფილმა დედამცილმა შემაყვარა ძალიან ნახატები. გვაქვს ძალიან ისეთი აი წიმჩენკოს ნახატიც გვაქვს, წერეთლის ნახატები გვაქვს, მასხარაშვილის ნახატები გვაქვს. შენ თუ გაქვს რაღაც ისეთი ჰობი, რასაც აგროვებ რაღაცა ის? მე მქონდა, ეხლა აღარ ვაგროვებ, უამრავი ფაიფურის თოჯინა მაქვს, რომელიც არ ვიცი, სად შეინახა დედაჩემმა. დაახლოებით რაღაც 50-მდე მაქვს ალბათ ფაიფურის თოჯინები გატენილი მქონდა ყველგან ეს ფაიფური. აი ის არის ერთ-ერთიდან რაც დარჩა ჩემი ფაიფურის რაღაც ის ავადმყოფობა მქონდა უკვე, მაგრამ სადაც ფაიფურის თოჯინას ვხედავდი, ყველას ყიდულობდი. ძალიან პატარა ასაკში ეს გიწევდა ძალიან დაძაბულ რეჟიმში მუშაობა, ძალიან ბევრი კონცერტები იყო, ძალიან ბევრ გასტროლებზე დადიოდი, უფრო ეს აქტიურად იყავი. არ ქონდა ის მომენტი, რომ რაღაც აი ბავშვური მომენტი არ ქონდა, რომ აი ჩემი მეგობრები უფრო ერთობიან და შენ რო მუშაობდი და სტუდიებში და ჩაწერები რო ქონდა. არ მქონდა, იმიტომ რომ ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ზედმეტად ცელქი ბავშვი ვიყავი. აი ხეთი კლასის იმას რო ეძახიან ამრევებს, აი წავედი ჩატალოზე და ყველა მყავდა და რაღაცებს ვაკეთებდი და გართობას და ამ ბავშვ რაღაცებს არასოდეს არ ვიკლებდი. თუნდაც ის მომენტი არ გაქვს სურვილი რომ რაღაცა კონცერტი გააკეთო ან რაღაცა დაიწყო ისე გამოჩნდე როგორც მომღერალი. კი, როგორ არა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ის ზუსტად ახლა მოდი მომეფერ. ვაი, მე შემოგევი. ეს არის ამის დაბადებიდან წიკი აქ ესეთი რომ მე უნდა მეფეროს ხელზე. მაკოჩე რა? მაკოჩე, შენ მაკოჩე. მე და ირინამ გავაკეთეთ ახლა ზუსტად რაღაც ექსპერიმენტის სახით ძალიან მაგარი სიმღერა. ოღონდ ორივე სიმღერა, ნუ რაც შევა ერთ სიმღერაში არის ძალიან ცნობილი. ერთი არის სტინგის სიმღერა და მეორე არის ლიზა ბაგრატიანის ღამე. და ანუ იმდენად უხდება ერთმანეთს და ისეთი რაღაც მაგარი რაღაც გამოვიდა, რომ ყველა ვისაც მოასმენიათ გაკურვებულია და ძალიან მოწონდა. ვაპირებთ პროექტის სახით გავაკეთეთ, რომ ანუ რამოდენიმე სიმღერა გავაკეთოთ ესეთი, ანუ შევა ერთად ეს სიმღერები და რაღაცა ვქნათ. გავაკეთეთ საბავშვო სტუდია, სადაც ბავშვებს ვასწავლეთ სიმღერას და ნუ იქ მაინც ვიმღერებთ და ბავშვებს მაინც ვასწავლეთ სიმღერას. აი ყველაზე მეტად როგორი ხმა მოგწონს, რომელი ხმა მოგწონს, რომელიც გამშვიდებს, გიყვარს? ალბათ ნინას ხმა არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი, რომ მიმღერის. გემშვიდობებით, ესეთი ლამაზი დილა გქონდა თიკა ჯამბურიასთან ერთად და მის პატარა ანგელოზებთან ერთად მაყურებელს დავემშვიდობები.